გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გაშლა, ანალიზი თქვენი წინა ბოლო ცხოვრების, ხო? ბოლო ინკარნაციის, ასე რომ ვთქვათ. ამაზე გვექნება დღეს ისეთი ზოგადი გაშლა, სადაც უფრო ნახავთ, ხო? რა მისია გქონდა წინა ცხოვრებაში, რა განვახორციელეთ, რა გადმოყვა ამ ცხოვრებაში. ნახავთ მესიჯ ჩვენთვის, ჩვენი სულიერ მენტორებისგან, ხო? ასე რომ ვისთვისაც საინტერესოა ეს საკითხი, ეს გაშლა არის თქვენთვის. ზოგადად ჩემთვის პირადად აი ამ ცხოვრების ეტაპზე ძალიან ახლო არის ეს საკითხი, იმიტომ რომ ვინც მიყურებს Instagram-ზე თვალს ადევნებს ჩემს რილსებს და ჩემს გაშლებსაც უყურებს და Telegram არხზეც ხართ გაწევრიანებულები, იქ ვახსენე დოლორეს კენონის წიგნი სიცოცხლეს და სიკვდილის შორის. ხო, ასე ქვია წიგნს, იქ თავისი რეგრესიული სესიების მეშვეობით მიიღო ინფორმაცია ჩვენს სულიერ სამყაროსთან დაკავშირებით. თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, როგორ ხდება ეს ინკარნაციის, რეინკარნაციის პროცესები და ბევრი საინტერესო რა. ძალიან საინტერესო, ასე რომ ვისთვისაც ეს თემა, ეს საკითხები არის აქტუალური. ძალიან რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს დავასრულე. გუშინ დავასრულე წიგნის საბოლოოდ და ცოტა სევდიანათაც ვარ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო ამ წიგნის კითხვა ჩემთვის. და იმედია თქვენც მოგიტანთ რაღაც განათებებს და საინტერესო შთაგონებას, რაც მე მომიტანა პირადად მაგალითად. ასე რომ, ხო, ვისაც დაგაინტერესებთ, არჩეულებრივი წიგნი გირჩევთ, ამიტომ გადავწყვიტე, გარდა ამისა კიდევ ჩემი პირადი საკითხებიც არის და გადავწყვიტე, რომ აი ამ საკითხზე გამიკეთებინა დღეს გაშლა. რა თქმა უნდა, ჩვენი წინა ინკარნაცია უფრო ისეთი ძალიან სიღრმისეული საკითხია. და ამას ახლა ჩვენ სიღრმეებში ვერ ჩავუღრმავდებით, რადგანაც ეს გაშლა არის ზოგადი და საჯარო, ხო? და არ იქნება კონკრეტულ ერთ ინდივიდისთვის გაკეთებული ეს გაშლა და ამიტომაც ზოგადი ინფორმაცია იქნება, რა თქმა უნდა, ხოლო თუ დაგაინტერესებთ და გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ უკვე იქ ჩემთან მოხვიდეთ სესიაზე და იქ უკვე უფრო სიღრმეებში წავალთ, კონკრეტულად თქვენს ინკარნაციებს ან ინკარნაციას განვიხილავთ, ხო? სურვილის ამებრ ეს უკვე. ხო, დავიწყოთ, რაც შეეხება Telegram-ს, ჩემს სესიებს, ეს ყველაფერი არის მოცემული ამ ვიდეოს ქვემოთ. ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ ვისაც გსურთ, რომ ეგრევე აირჩიოთ თქვენი პოზიცია და გადახვიდეთ თქვენს პოზიციის მოსასმენად, time-კოდები არის ამ ვიდეოს ქვემოთ და საერთოდ ყველა ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ გადაახვიოთ და აჭიროთ თქვენი დროს და ჩართოთ პირდაპირ თქვენი პოზიცია, რაც აირჩიეთ. ეს არის პირველი პოზიცია, ეს არის მეორე პოზიცია. შეგიძლიათ ორივეს მოусმინოთ, შეგიძლიათ ერთი აირჩიოთ. ხო. და დაგეხმაროთ ამ გაშლამ. ხო, მაქსიმალურად ვტენი ამ გაშლას დადებითი ენერგიებით, რომ მოვიდეს თქვენთან ის ინფორმაცია, რაც ახლა შესაძლოა გჭირდებათ, რაც დაგეხმარებათ ახლა. დავიწყოთ პირველი პოზიციით. დავდოთ პირველი პოზიცია აქ. დავიწყოთ პირველი პოზიციით და დასაწყისისთვის აქეთ გადავდება. დასაწყისისთვის ნახოთ თვითონ პირველი პოზიცია ახლა. მის ცხოვრების აი ამ ეტაპზე, პირველი პოზიცია მის ცხოვრების აი ამ ეტაპზე როგორ ენერგიებში იმყოფება. მის ცხოვრების ამ ეტაპზე რა ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია, ეს დაგვეხმარება, რომ ვიგრძნოთ, ხო, ჩვენი პოზიცია ეს რეზონირებს თუ არა. ასევე რა ხდება ახლა პირველი პოზიციის შიგნით მის სამყაროში, ხო? რა ხდება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე? წამყვანი ენერგია, ენერგიაზეა, ხო? აქ ესე იგი მე ვიტყოდი, აქ ბევრნაირი ენერგიები შესაძლოა იყოს, ხო? იმიტომ რომ ენერგია ერთი არ არის, ენერგიები არსებობს რამოდენიმე ნაირი, ბევრნაირი, თან აქ გვაქვს წითელი ფერიც, ხო? რაც იმაზეც გვეუბნება, რომ აქ დინამიკაც არის, ენერგიაც არის, ბევრნაირი სხვადასხვა ენერგია კვეთს ერთმანეთს.
ვიღაცასთან შესაძლოა იყოს ის, რომ აი შთაგონებაში ვარ, შემოქმედებითობაში ვარ. ვიღაცასთან კიდევ პირიქით შესაძლოა იყოს დარღვეული, ხო, ენერგიების მიმოცვა და უფრო ან სიბრაზე მატულობდეს, ან გაღეზიანება მატულობდეს, ან ფრუსტრაცია საკუთარ თავის მიმართ, ან სამყაროს მიმართ, ხო? ნუ, ნახოთ აქ უფრო დეტალურად. ხო, კარგი, აქ ახლა ჩავეკითხები და მე უკვე გეტყვით. ოკეი, რომელი დასტა ისაუბრებს ახლა აქ კიდევ გარდა დასტის პირველ პოზიციასთან. კარგი, საუბრობთ. კარგი, აქ გვაქვს რა? აქ უფრო გავს იმ ისტორიას, რომ პირველ პოზიციაში ახლა არის აქტუალური სხვადასხვა საკითხები, ვიღაცისთვის ეს უფრო მატერიალური საკითხები შესაძლოა იყოს, ან ის საკითხები, რაც მატერიალურ სამყაროს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ვიღაცასთან შესაძლოა არა მხოლოდ ეს იყოს, არამედ თქვენი აზრები, გეგმები, სურვილები, რაც მაგალითად მისაღწევი გაქვთ, ან რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ, ხო, იქნება ეს მატერია თუ არა მხოლოდ. ხო, აი რაღაც ამ მომენტები გადაჭრაში, ან მიღწევაში, ან დაუფლებაში. ასევე სხვადასხვა საკითხის ჩელენჯის გადაჭრა, ხო, ესეც ჩელენჯის გადაჭრა, ესეც არის აქტუალური პირველი პოზიციისთვის. უფრო მეტად იგრძნობა რაღაც შინაგანი ისეთი დაძაბულობის მომენტი, სადაც მე ბევრს ფიქრობ და აი, ნუ რაღაც მინდა რომ რაღაცები შევცვალო, მინდა რომ რაღაცები დაალაგდეს და მინდა რომ საბოლოოდ ეს გაურკვევლობა ზურგს უკან ჩამოვიტოვო და მივაღწიო რაღაც ძენის წერტილს ჩემს ცხოვრებაში. ხო, აი, რაღაც უფრო მეტად ეს მომენტია აქ. კარგი, კიდევ აქ ჯიუტად მიიწევს პირველი პოზიცია წინ. მიუხედავად სირთულეებისა, რაც ხდება თქვენში და თქვენ ცხოვრებაში ახლა ამ წუთას, მაინც ცდილობთ რომ გააგრძელოთ გზა. დახვიდეთ წინ და წინ, ხო? ანუ ძალიან ისეთი ძლიერები ხართ აქ. პირველ პოზიციას ვინც ისმენს, შინაგანად ძლიერები ხართ. თუმცა აქ არის რაღაც მომენტი, რაღაც ისეთი ასპექტი, რომ რაღაცებს აი არ გინდათ რომ შეხედოთ და ჯიუტად მაინც აწვევით თქვენსას, ხო? რაღაც მომენტები შესაძლოა აქ იყოს თქვენს ცხოვრებაში, რასაც აი ასე ნაზად სამყარო გათითებთ. შესაძლოა ნაზად არა ვიღაცასთან. მაგრამ ნუ სამყარო რაღაცებს გაჩვენებთ, ხო? რომ აი ეს, აი შეხედე. მაგრამ რაღაც მომენტებში აქ შესაძლოა პირველმა პოზიციამ არა ეს მე არ მინდა. ეს ჩემთვის ახლა არ არის მნიშვნელოვანი. ან ვიღაცას შესაძლოა იმიტომ ვერ ამჩნევდეს, ან ეშლებოდეს ხელი, რომ ეს მინიშნებები, სიმბოლოები დაეჭიროს, იმიტომ რომ გარკვეული კულტურული ფაქტორი მოქმედებს აქ, ხო, როგორც აგზარდეს, რომ აი ეს არ შეიძლება, ეს ცუდია, ხშირად ამბობენ საქართველოს არაქრისტიანული, ეს დემონურია, ეშმაკურია, ეს ტაბუდადებული საკითხი და ნუ რაღაც ეს შაბლონები, იარლიყები, რაც ჩვენ მოგვაწებეს და ახლა ჩვენ ეს ყველაფერი თან დაგვაქვს და ეს ყველაფერი გუშლის ხელს, ხო, ვიღაცასთან შესაძლოა აი ამ საკითხების გამო მომენტებში რთულად იყოს ახსაქმელი დასანახი რთული იყოს დანახვა თქვენთვის იმისი, რასაც სამყარო მომენტებში გაჩვენებთ. ადამიანების სახით, სიტუაციების სახით, ხო? აი, ეს აქ იგრძნობა ეს მომენტი. ერთი სიტყვით რაღაც აი ასეთი მომენტები არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ვისთვისაც თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენთან ახლოს მოდის ეს ინფორმაცია და რეზონირებს, ესე იგი თქვენი გაშლაა, ხო? გავაგრძელოთ. წავიდეთ უკვე თქვენს აი ამის წინა ინკარნაციაში. როგორი იყავით თქვენს აი ამ ინკარნაციის წინა ბოლო ინკარნაციაში, მთავარი კარტი როგორი იყო თქვენი სული ბოლო ინკარნაციაში და თქვენი character-ი, ხო? თქვენი ხასიათი, personality ზოგადად. Okay, კარგი. ნახოთ მთავარი კარტით. Oh, the green man. აქ მასკულინური ენერგიებია, ბევრი თქვენგანი შესაძლოა აქ იყო მამაკაციც
კი, იმიტომ რომ იმპერატორის არკანი, მეფის არკანი იგივე, ამ დასტაში არ ქვია ასე, ამ დასტაში ქვია მწვანე მამაკაცი, ხო? მწვანე მამაკაცი, იმიტომ რომ კელტური დასტა არის ეს და კელტური და არა მხოლოდ პაგანური ზოგადად, ხო? ასე რომ აქ უფრო მწვანე ღმერთის ღვთაება არის ჩვენს წინაშე, ვინც ესეთი მასკულინური ფიგურაა, ვინც თვითონ ქმნის ამ მაგალითად ამ შემთხვევაში ამ ქვაბში ხარშავს თავის ან მომავალს, ან პროექტებს, ხო? და ჩვენ აქ ხედავთ, რომ ბოდიშით მომიწია დაპაუზება, იმიტომ რომ ჩემი კატა ისე ჩხაოდა, არ ვინმე მომიშალა და გამეღო კარი მისთვის და გამეშვდა. ხო, და ვხედავთ, რომ აი აქ ისეთი სახე აქვს მომენტში, აი როგორ თქვა, კაცრი, ძლიერი, შემოქმედებითი იცის რა სურს, იცის როგორ გააკეთოს, ხო, ისეთი ლიდერული თქვა გააკეთა. ძალიან ისეთი ძლიერი ენერგია აქვს. ხასიათი ვნახოთ. სხვათა შორის თქვენი ხასიათი ძალიან, აი აქ ძალიან ისეთი მტკიცე ხასიათის ადამიანი იყავით, ასე ვიტყვი, ხო? რაღაც ხასიათის სიმტკიცე იგრძნობა. უფრო დამიწებული პიროვნება იყავით, დამიწებული იმ გაგებით, რომ აი რაღაც აი ეს მე ასე მინდა და ამას მე ასე გავაკეთებ. ხო, აი რაღაც ასეთი სწორად ფიქრობ აქ ხო, უფრო მატერიალური, არა, მატერიალური კი არა, არამედ უფრო ანალიტიკური, უფრო, მაინც მატერია, მაინც მატერია არის. მაინც მატერია არის აქ, რომ აი რასაც ვხედავ იმას, ხო, 10-იანი პენტაკლი, აი რასაც ვხედავ იმისი მჯერა, ტრადიციების მჯერა, რომ ასწავლეს ასეა, ასეა. აი უფრო რას გავს მომენტებში, იცით? აი მე მასწავლეს, რომ ეს არის ასე და ეს არის ასე. всё, მორჩა, გათავდა. რაღაც აი ეს მომენტი შესაძლოა იყოს აქ. აქ თქვენთვის ძალიან რთული იყო სიახლეები. ძალიან იყო თქვენთვის რაღაც აზრის შეცვლა, ცვლილება, ან მოცემული დებულებისთვის სხვა კუთხიდან შეხედვა, ხო? აი ტრანსფორმაცია, სიახლე, განახლება, ეს ყველაფერი რთული იყო თქვენთვის ბოლო ინკარნაციაში, ხო? ამის წინა ბოლო ინკარნაციაში, ანუ. და უფრო იყო აი რასაც ვხედავ და რაც ვიცი რომ მუშაობს, ის უფრო სანდოა, ის რაც შემოწმებულია, ის არის სანდო, ხო? უფრო რაღაც ასეთი პოზიცია იყო, რაც მასწავლეს, რაც ვიცი და რასაც ვხედავ, აი ეს ამას ვენდობი. უფრო რაღაც ანალიტიკური, პრაქტიკული მიდგომა, უფრო ცხოვრების მიმართ, ხო? აი უფრო აი ეს. აქ არის ისიც, რომ მომენტებში შესაძლოა თქვენ იყავით ისეთ წამყვან პოზიციებზეც იყავით თქვენ ცხოვრებაში, სადაც თქვენ მიგყავდათ მოვლენები, ასე რომ ვთქვათ, ხო? რაღაც უფრო აქ იგრძნობა ლიდერული პოზიცია, რაღაც ისეთ აკეთებდით ან ქმნიდით, სადაც თქვენ იყავით თავარი, ასე რომ ვთქვათ, ხო? თქვენ იყავით იქ ისეთი ან უფროსი, ან თქვენი რაღაც საქმიანობა იყო, რასაც თქვენ აკეთებდით. ანუ აქ ვიღაცებს, ჟარგონულად რო ვთქვათ, აჩოტებს პირველი პოზიცია წინა ცხოვრებაში არ აბარებდა, ხო? სამსახურთან დაკავშირებით და საქმიანობასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად რო ვთქვათ. ხასიათიც უფრო ისეთი მიწიერი, ხო? მიწისტიქიები ამოვიდა ბევრად, უფრო დამიწებული. არ არის აუცილებელი მანდა მაინც მიწისტიქია ყოფილიყავით, თუმცა შესაძლოა ესეც, მაგრამ უფრო აი დამიწებული, მაგრამ აქ ცეცხლი იგრძნობა. აქაც არის ცეცხლი და აი მეფესაც აქვს ცეცხლი, თან მეფის არკანი ვერცხთანაც არის კავშირში. ცეცხლის სტიქიასთანაც. ასე რომ აქ მიწა და ცეცხლის ენერგია არის ერთმანეთში გადახლართული, ხო? მიწაც და ცეცხლიც აი, მაგრამ უფრო აი ისეთი მასკულინური ენერგიებია უფრო აქ, იმიტომ რომ არსად არ ამოვიდა ფემინური კარტი. ორი აქაც პენტაკლების რაინდი, აქ კიდე მწვანე კაცი, იგივე იმპერატორი, ხო? კარგი, ძალიან სიღრმეებში აქ რო არ ჩავიდეთ და ესეთ ზოგად ხას მივყვეთ, ნახოთ ახლა თქვენი მისია. ხო, პირველი პოზიციის მისია, რა მისიით იყო ინკარნირებული თავის აი ბოლო ცხოვრებაში დედამიწაზე. ხო, რა მისიით იყო ინკარნირებული. განახლება.
აქ ტოტალური განახლება. თქვენ იყავით ინკარნირებული იმისათვის, რომ რაღაც საერთოდ ახალი შემოგეტანათ სამყაროსთვის. განგიახლებინათ შესაძლოა სამყაროს ენერგეტიკული ველიც. შემოგეტანათ სამყაროს სოციუმში რაღაც განახლება, ახალი. და ამავე დროულად ის როგორ თქვა, რაღაც განმუხტვა გაგიკეთებინათ ძველი ენერგიების სამყაროზე რაც არის და ასევე თქვენს ცხოვრებაშიც, რაც ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანის ცხოვრებაზეც. აქ ძალიან ისეთი უფრო განახლება, ტრანსფორმაცია, სიახლე, კი. ეს ყველაფერი. საინტერესოა ის არის, რომ ზუსტად ამისით დაიბადეთ და ეს იყო რთული. ძალიან რთული იყო ეს თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ბუნებრივია ყველას გვაქვს სხვადასხვა სახის კომფორტული ზონა. პირველი პოზიციისთვის აი ზუსტად ეს იყო ის წერტილი, რაც იყო ერთ-ერთი ურთულესი, იმიტომ რომ რთული იყო უარის თქმა რაღაცეებზე, ამაზე გადაბიჯება და გამოსვლა რაღაც ჩარჩოებიდან და ახალი იდეის დაბადება, ან თუ იბადებოდა იდეა, ამ იდეის რეალიზირება, გაკეთება. ხო, აი ეს იყო რთული თქვენთვის, იმიტომ რომ აქ გარკვეული სირთულეები არის. ეს სირთულეები იყო თვითონ პირველ პოზიციის შიგნით თუ გარედანაც. შიგნითაც, გარედანაც. შიგნით იყო სირთულეები ბუნებრივია განახლებასთან და ტრანსფორმაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ორმაგად რთული იყო გარედან. აქ უკვე შემოდის ტრადიციები. პირდაპირ მოდის ტრადიციები, ხო? ტრადიციები იქნება ეს რელიგიის სახით, რაღაც სხვადასხვა კულტურის სახით, ხო? აი ტრადიცია იმისი, როგორ უნდა ვიმოქმედო, როგორ უნდა ვიცხოვრო, რა არის საჭირო, რაღაც შაბლონური ქმედებები, ხო? და ესეთი დოგმები, რომ აი ამას აქ შეასია, მე ეს. აი ეს ყველაფერი აქ გიშლიდა ხელს და ზუსტად ის იყო მისია, რომ აქედან ვარსკვლავი, რომ სხვა ალტერნატივა დაგენახათ, უფრო მეტად სულიერი, მაღალი, არასტერეოტიპული და შემოქმედებითი დაგენახათ თქვენ. და მომენტში სხვებისთვისაც გეჩვენებინათ გზა. თქვენ თვითონ გამოსულიყავით ამ სტერეოტიპებიდან და შემდეგ უკვე სხვებისთვისაც გეჩვენებინათ გზა. ძალიან საინტერესოა. კარგი, როგორ მოახერხა ამ მისიის შესრულება თავის წინა ინკარნაციაში პირველ პოზიციამ? კი, ასე რომ თქვა, რაღაც რეალურად მოახერხეთ. კი, თუმცა რაღაც დარჩა მოუხერხებელი. აი ასე ვიტყოდი, რაც გადმოყვათ აი ახლა. კი ბატონო, შამანი, აი ზუსტად ეს იგრძნობა აქ და დასაწყისშიც იგრძნობოდა, ზუსტად ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანეთ რაღაც ასპექტები და აი ახლა ამ ცხოვრებაში გადმოვიდა ეს. ოკეი, გასაგებია, კარგი. გავაგრძელოთ. წყალს დავლევ. ძალიან საინტერესოდ მიდის ჯერჯერობით ყველაფერი. ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან და რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ჩვენი წინა ინკარნაცია ამ ინკარნაციასთან, რასაც ახლა გავდივართ ჩვენ. კარგი, ახლა ვნახოთ ჩვენ რა დაამუშავეთ, ხო, წინა ცხოვრებაში. გადმომივარ და მზის არკანი დავარდა. რა დაამუშავეთ, მზის არკანი გადმომივართ და იყოს აქ დავდოთ, საჭირო ალბათ, რა დაამუშავეთ, რაც ახლა გეხმარებათ, ხო, მზის არკანი. ესე იგი, აქ დაამუშავა აი მზის ენერგია? აქ შესაძლოა დაამუშავა რა, მოსმენა საკუთარ თავს? ხო, აი საკუთარ ინტუიციაზე მოსმენა. აქ არის ის, რომ რაღაც კავშირი საკუთარ გულთან, საკუთარ სხივთან, საკუთარ სულიერ ნაპერწკალთან, რაღაც სულიერი მხარეც, უფრო მეტი გახსნილობა, უფრო მეტი სულიერობა, უფრო მეტი სილაღე, სიკეთე, ემპათიაც, ხო, აი ეს არის აქ განვითარებული თქვენში. აი ამ ბოლო ინკარნაციაში თქვენ ეს მართლაც გახსენით და დაამუშავეთ. კიდევ რა დაამუშავა ამ თავის ბოლო ინკარნაციაში პირველ პოზიციამ, რაც ახლა ეხმარება ამ ცხოვრებაში. სულ თასები ამოდის, მეგობრებო, აქ მე ვიტყოდი, შემიძლია ვთქვა აქ, რომ სიყვარული. ისევ თასები. შესაძლოა აქ იყოს სიყვარულიც. რომ რაღაც გავხსნათ ჩვენი გულის სიყვარულისთვის. გაშვება ვისწავლოთ. გაშვება მაგალითად ემოციური, ხო, რაღაც ემოციური გაშვება. რომ არ ჩავრჩეთ რაღაც იმ მომენტებში, რომ აი სადღაც ვიღაცამ ჩვენ გული გვადგინა, გვაწყენინა, რაღაც ვერ გამოგვივიდა და ამას ვატარებთ გულში. არა.
პირველ პოზიციას თავის ბოლო ინკარნაციიდან გამომდინარე დაამუშავა ეს პირველ პოზიციამ და ამ ინკარნაციაში ჩვენ უფრო შეგვიძლია ამის გაშვება, არ ჩაბღაუჭება და არ დაბოღმება ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტი კავშირი საკუთარ სულთან არის, აქ ძლიერი კავშირია თქვენს არის, აქ ძლიერი კავშირია თქვენს სულთან, კი ბატონო, თქვენ გაქვთ ამის რეალური უნარი, უბრალოდ ახლა რამდენად იყენებთ ამას, ეს უკვე აქ ინდივიდუალური კითხვა, მაგრამ ამის რეალურად, ამის შესაძლებლობა აქ არის, იმიტომ რომ კი, პირველმა პოზიციამ აი რაღაც ამ საკითხებზე იმუშავა თავის ბოლო ინკარნაციაზე. ესე იგი, აქ ამ ცხოვრებაში პირველ პოზიციას არ აქვს პრობლემები თავის ინტუიციასთან დაკავშირებით, ემოციებთან დაკავშირებით. არა, არის ამასთან, რომ ვინ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის. პრობლემები ამასთან დაკავშირებით არავის არ წაუღია, ასე რომ ვთქვათ. კი, ეს არის. აქაც ამ ცხოვრებაშიც აქ არის სირთულეები, გულთან დაკავშირებით, ხო, ემოციებთან დაკავშირებით არის. მაგრამ არ არის პრობლემა ამ ყველაფრის, აი როგორ თქვა, ხო, გაგებასთან დაკავშირებით. აი კონექტი გაქვთ საკუთარ თავთან. გაქვთ ის მთავარი კავშირი, რაც უნდა გქონდეს ჩვენს მესთან, ეს აქ პირველ პოზიციას საკმაოდ ძლიერად განვითარებული, უბრალოდ აი ვინ როგორ იყენებს, აი ეს არის აქ საკითხი, ხო? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ისმენს ახლა ამ პოზიციას და ყველასთან ერთნაირი ზუსტად დეტალურად ვერ იქნება, ხო? რაღაცებში ბუნებრივია არის განსხვავებები, ამიტომ აქ ვერ ვიტყვი ყველასთვის, ხო? აქ იქნება განსხვავებები და რაღაც მომენტები, მაგრამ აქ თქვენ წინა ცხოვრებაში ზუსტადაც აი რაღაც ემოციური ასპექტები, რაღაც სულიერი ასპექტები, რაც უკავშირდება ჩვენს გულს და ჩვენს ემოციებს და ჩვენ თავის შეგრძნებას წარმოდგენას სოციუმისთვის და რაღაც სხივს, ჩვენი გულის სხივს, აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერთან იმუშავეთ და ამ ცხოვრებაში, ხო, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. რომ უფრო აი რაღაც ასეთი საინტერესო მომენტები არის აქ. კარგი. ახლა ვიკითხოთ ჩვენ რა გადმოვიტანეთ, წამოვიღეთ აი ამ ბოლო ინკარნაციიდან და ახლა ეს ყველაფერი აქაც იჩენს თავს. ოკეი, აქ რა არის? რაღაცა ის არის, არ ვუსმენთ სამყაროს. აი დასაწყისში რო ვახსენე სიჯუტის ფაქტორი, აი აქ არის სიჯუტის ფაქტორი. რაღაცებს არ ვუსმენთ. საინტერესო რა არის, იცით? აქ პირველ პოზიციას არაჩვეულებრივი უნარი აქვს, რომ მოусმინოთ სიმბოლოებს, მესიჯებს, ხო, რაღაც შინაგან ხმას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აქ გაურბი ხართ ამას. ვიღაცას არ უნდა, ვიღაცა გაურბის, ვიღაცას ეშინია, ხო? მიზეზი ბევრად შესაძლოა იყოს აქ. მაგრამ აი რაღაც მომენტებს აქ არ ხედავს პირველი პოზიცია, არ უნდა, ან ვერ ხედავს. თან ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, რასაც თქვენ სამყარო გაჩვენებთ, ხო? ეს რა არის? ეს არის რწმენა სამყაროს მიმართ, ინტუიციის მიმართ, ხო, თუ არა? ეს არის ნდობა საკუთარ თავის მიმართ. აი ზუსტად იმ ნდობა რა კუთხით, იცით? ნდობა სამყაროს და ცხოვრების მისტიურ მხარეების მიმართ, რომ არსებობს რაღაც ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს არსებობს და ჩვენ ამას ვგრძნობთ. აი ამ მომენტებს სკეპტიკურად უყურებთ მაინც, ან სკეპტიკურად უყურებთ, ან არ უყურებთ საერთოდ, ხო? აი ეს მომენტი აქ აშკარად ძალიან გამოკვეთილია ამ ცხოვრებაშიც კი. არა და აქ იყო თასები, იყო ნდობა ინტუიციის მიმართ, მაგრამ ამ ცხოვრებაში არის რაღაც მომენტები, რისიც ან გეშინიათ, ან არ გჯერათ მაინც. ხო, რაღაცა ეს მომენტი არის აქ. და ამ ცხოვრებაში რა არის? რა არის ესეთი წამყვანი მისია აქ? ირწმუნოთ სამყაროსი და გჯეროდეთ, რომ სამყარო დაგეხმარებათ. თუ თქვენ გეცოდინებათ, ხო, რა გსურთ და ნუ რაღაც რესურს ოდნავ მაინც ჩადებთ და გადადგამთ რაღაც პატარა ნაბიჯს, წავა ეგრევე ცვლილებები. ეგრევე აქ ქმედებაზეა აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ პოზიტიურად იყოთ განწყობილი თქვენი ცხოვრების მიმართ და პოზიტიურად დაიწყოთ ქმედებები. როგორც კი რაღაც პოზიტიური განზრახვით დაიწყებთ რაღაცას და აი მე ეს მინდა და მოდი აი შევძლებთ ცდინ, ხო? იგრევე სამყარო აქ გეხმარებათ, იმიტომ რომ აქ ძალიან სწრაფად რეაგირებს სამყარო
თქვენს ქმედებებზე, წამოწყებებზე თუ სიტყვები იქნება თუ რაც გინდა ის იყოს, ხო? ძალიან სწრაფად ხდება უკავშირი სამყაროდან თქვენ მიმართულებით. კარგი, კიდევ როგორი ჩენს აი ეს, კიდევ რა ეს პრინციპში მიკითხია ეს. როგორი ჩენს აი ეს სიტუაცია ამ ცხოვრებაში თავს პირველ პოზიციასთან? გულით არაკეთებთ არჩევანს, ხო? ის რომ აი ეს საკითხი, რაზეც ვისაუბრე, რომ აი რაღაც მომენტებში გეშინიათ ემოციების ან რაღაც თუნდაც ეზოთერული კუთხით, რომ აი უფრო ჩაუხმავდეთ საკუთარ ინტუიციას, ან შინაგან ხმას, ან სიმბოლოებს დავუკვირდეთ, ხო? შესაძლოა ვიღაცებს ეშინიათ, ან გაურბიან ამ საკითხს, აი ამის გამო თქვენ არ გაქვთ წვდომა თქვენს ინტუიციასთან, იმ დონემდე, რა დონემდე შეგიძლიათ გქონდეთ, არადა ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ აქ. და ძალიან რეალურად, ძალიან კარგად შეგიძლიათ რაღაცეების აქ შეგრძნება. დანახვა, სიმბოლოებში დამოკითხვა ინფორმაციის, იქნება ეს სიზმარი თუ ფიზიკური სიმბოლო. და ეს იბლოკება. იმიტომ რომ თქვენ ამას უარყოფთ, ან არ აქცევთ ყურადღებას, ან გეშინიათ. და ამ ცხოვრებაში აქ არის, რომ ეს მიიღოთ, მოხსნათ თქვენი ბლოკი. მოხსნათ ბლოკი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და თქვენ ამისთვის გახსნილები ხართ. საინტერესოა. თითქოს აი რაღაც მსგავსი საკითხი იქ დაამუშავეთ, მაგრამ ამ ცხოვრებაში მაინც აი არის ბლოკი. მაგრამ პრინციპში იქ ბოლომდე ვერ დაამუშავეთ, იმიტომ რომ აი უნდა გამოსულიყავით რაღაც ტრადიციებიდან და ეს ტრადიციები ახლა ამ ცხოვრებაშიც არის. ამ ცხოვრებაშიც გიშლით ხელს ეს იარლიყები და რაღაც ისეთი ჩარჩოს აზროვნება რაღაც ასპექტებში და ამიტომაც ვერ მიდიხართ აი იმ ასე ვთქვათ ძენის წერტილამდე და ბუნებრივია ეს ახდენს გავლენას თქვენს თლიან ცხოვრებაზე და ბევრ ყველა სფეროზეც, ხო? რა თქმა უნდა, აქ მე ძალიან ზოგადად ვეხები ახლა ამ ყველაფერს და რთულია ზუსტად რაღაცების თქმა, იმიტომ რომ ფართო აუდიტორიისთვის ვაკეთებ ერთ წინა ცხოვრებას, რაც ხო, ცოტა ესეთი უცნაურია. აქამდე იმიტომ არ ვაკეთებდი, მიმაჩნდა, რომ უაზრობა რაღაც ინკარნაცია გააკეთო ამდენი ადამიანისთვის, მაგრამ აი მაინც მქონდა ამის სურვილი და მაინც გავაკეთე. მეთქი ვთქვი, ნახოთ როგორ გამოვა და ხო, მე ვფიქრობ, მაინც ვიღაცები მაინც აქ მიიღებენ ისეთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ. კარგი, ვნახოთ ახლა ჩვენ რჩევა თქვენთვის პირველი პოზიციისთვის რჩევა. აი თქვენი სულიერი მენტორებისგან რჩევა თქვენთვის, ხო? აი ამ ინკარნაციისთვის რა ნაბიჯები გადადგათ, რომ აი ამ ინკარნაციაში მაგალითად უფრო გაიხსნას თქვენი სული, უფრო განვითარდეთ, ხო? რჩევა პირველი პოზიციის სულიერი მენტორებისგან პირველი პოზიციას. Twin flame. The answer to your questions involves a spiritually based romantic relationship. ცეცხლოვანი ტყუპების კარტი ამომივიდა აქ და გვეუბნებიან, რომ პასუხი შენს კითხვაზე მოიცავს სულიერ ურთიერთობას, რომელიც არის რომანტიური სახის. და ცეცხლოვანი ტყუპებზე არის აქ ინფორმაცია, ხო, ვისაც გაინტერესებთ ცეცხლოვანი ტყუპები, YouTube-ზეც მაქვს ამაზე ვიდეო ჩაწერილი, სადაც საუბრობ მონათესავე სულებზეც, კარმულ პარტნიორებზეც და ასევე twin flame-ებზეც. და ხო, შეგიძლიათ გაეცნოთ, მოусმინოთ, ან კიდევ სხვა წყაროებიც მოიძებნოთ, ვისაც და გაინტერესებთ. აქ ცეცხლოვანი ტყუპების საკითხია ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ხო? შესაძლოა აი ახლა თქვენს ცხოვრებაში იყოს თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც წარმოადგენს თქვენს ცეცხლოვან ტყუპს და ან თქვენ გაურბიხართ, ან ის გარგირბით, ან ორივე გაურბით ერთმანეთს და ზუსტად აი ამაში არის გასაღები, რომ საბოლოოდ მიიღოთ აქ მაგალითად ის ასპექტები, რასაც გაურბიხართ ან რისიც გეშინიათ. შესაძლოა ის მეორე ადამიანი იყოს უფრო მეტად ჩახედილი ეზოთერიკაში, ან თქვენ იყოთ უფრო მეტად ჩახედილი და ის გაურბოდებს ამ საკითხებს, ხო? არ ვიცი ახლა ვისთან როგორ გათამაშდება ეს მოვლენა, მაგრამ თქვენ თვითონაც იგრძნობთ, ხო? ვისთვისაც რეზონირებს ეს ყველაფერი, ვისთვისაც ვსაუბრობ აქ, თქვენ იგრძნობთ. ასე რომ საინტერესოა. მადლობა პირველ პოზიციას, აუცილებლად, ვისაც სურვილი გექნებათ, გამიზიარეთ თქვენი უკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი პოზიციასთან დაკავშირებით. სურვილებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე.
Instagram-ი ჩემი, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია ეზოთერიასთან და ფსიქოლოგიასთანაც დაკავშირებით ვრცელდება, შეგიძლიათ ნახოთ. ასევე შემოგვერთეთ Telegram არხზე, სადაც უფრო ისეთი არაფორმალური ჩატის სახით ხდება ყველაფერი. ასე რომ ხო, წარმატებები პირველ პოზიციას, ასევე შეგიძლიათ გამიზიაროთ თუ რა თემაზე გავაკეთოთ შემდეგი გაშლა, ხო? ამასთან დაკავშირებითაც welcome კომენტარებში გააზიარეთ. მადლობა და დროებით. მოგესალმებით, მეორე პოზიცია, ვინც აირჩია და ვნახოთ თქვენი ზოგადად მიმოხილვა თქვენი წინა ინკარნაციის და როგორ ზეგავლენას ახდენს ის ამ ცხოვრებაზე, თქვენ ამჟამინდელ ცხოვრებაზე. ბუნებრივია ეს გაშლა იქნება ძალიან ზოგადი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ისმენს და ყველასთვის რაღაც ერთი და იგივე რა თქმა უნდა ვერ იქნება, მაგრამ ეს გაშლა მაინც დაგეხმარებათ რაღაც მიგნებების გაკეთებაში, თქვენ ვიღაცისთვის რაღაც ისეთი მესიჯი იყოს, რაც აი რაღაცნაირად ნაპერწკალს აანთებს თქვენში ან მოგცემთ საინტერესო იდეას, ხო? ნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფება მეორე პოზიცია მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე და რა ხდება? არ უნდა გამომეტრიალებია, მაგრამ ინსტინქტურად გამომეტრიალე. მეორე პოზიციის შიგნით ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. Rejection. Okay. უარყოფა არის მთავარი ენერგია აქ. უარყოფა, გაუქმება, უარყოფა. კარგი. და ასეთი ისტორია. ეს King of Vessels, თასების მეფე ეს არის სიტუაცია. თვითონ მეორე პოზიცია თუ ვინმე? არა, თვითონ მეორე პოზიცია. რა, ეშინია აქ რაღაც შანსის არ მიღებ. შანსი, ხო. რაღაც შანსის არ მიღების ეშინია აქ მეორე პოზიციას. ხო, აქ მეორე პოზიცია რაღაც შანსთან დაკავშირებით ღელავს? კი. აქ ელოდება შანს მეორე პოზიცია თუ იბრძვის რაღაც? არა, არ იბრძვით, უბრალოდ უნდა. ვიღაც შეიძლება მანიფესტირებს აქ რაღაცეებს, რომ მანიფესტაციის სახით მოიზიდოთ რაღაც კარებს. გამოვიღეთ წადი. გავუშვი, უკვე დავიღალე ისევ დაპაუზებით და ასე იყოს. ხო, რომ ისევ რაღაც მოიზიდოს მანიფესტაციის სახით, მაინც ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს რაღაც შანსთან დაკავშირებით, ხო? არ ვიცი რა შანსია ეს, აქ უკვე აღარ ჩავალ სიღრმეებში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წინ ბევრი კითხვა მაქვს და მეც უკვე ვიგრძენი, რომ ცოტა დავიღალე და ამიტომ არ გავწელავ ამ პროცესს. ხო, ასე რომ ვისთვისაც რეზონირებს ეს რაც მე აქ მოკლედ ვისაუბრე, ესე იგი ეს თქვენი პოზიცია. კარგი, გადავიდეთ ახლა უკვე წინა ცხოვრებაზე, ხო? თქვენს წინა ინკარნაციას, მეორე პოზიციის წინა ინკარნაციაზე. გვაჩვენეთ ხო მისი წინა ინკარნაციის მთავარი მსახველი კარტი და ზოგადად როგორი იყო მის წინა ცხოვრებაში, ხო? მისი ხასიათი. დევილი, რა ხდება, მეგობრებო, რა იყავით ასეთ? Okay, ესე იგი. ჯერ მინდა ვთქვა, რომ აქ საოცრად მისტიური პიროვნება იყო მეორე პოზიცია მის წინა ინკარნაციაში, მის ბოლო ცხოვრებაში, ამის წინა ცხოვრებაში ერთი სიტყვით. ხო, აი საოცარი, ძალიან მაგიური, ძალიან მისტიური და სიტყვებიც არ მაქვს აქ სიმართლე რო ვთქვა, მინდა გავერკვე ზუსტად. ეს იყო პოზიტიური სახით, ტრანსფორმაცია, ისეთი სულიერი გამოღვიძება, შესაძლოა სხვებზეც დახმარება, თუ უფრო ტოქსიკური სახით იყო და უფრო მეტად რაღაც ისეთი ნეგატიურად. რაღაც დადებითიც იყო, რა თქმა უნდა, აქ იყო რაღაც ტრანსფორმაცია, ახალი ინფორმაციისკენ სწრაფვა, მაგრამ ტოქსიკურობაც იყო სხვა ადამიანების მიმართ. შესაძლოა აქ გული ატკინეთ ვიღაც ადამიანებს, ხო? და საკმაოდ ისე, როგორ თქვა, აი ემოციებზე ითამაშეთ სხვა ადამიანის. შესაძლოა ეს იყოს. კარგი, დევილი აქ რა გაგებით იყო აქ ეს ამ არკანში მეორე პოზიცია. სიძლიერის არკანი. ძალიან ძლიერები იყავით აქ. რა კუთხით? ძალიან მიმზიდველები, ხო, რაღაც ისეთი ძალიან დიდი ქარიზმა გქონდათ.
არ არის აუცილებელი აქ მოდელურად გამოვიყურებოდეთ, შესაძლოა ეს უბრალოდ არა, ენერგია და ჩვენი ქარიზმა, რაც იზიდავს ადამიანებს. სადაც არ უნდა შესულიყავით, ეგრევე იზიდავდით სხვებს. ეგრევე ყველა დუმდებოდა და შედიოდით თქვენ. ჯერ მიდიოდა თქვენი ენერგია და მერე შედიოდით თქვენ იმ სივრცეში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ძლიერები იყავით შინაგანად. შეგეძლოთ ძალიან კარგად შეგეძლოთ აი რაღაც გეგრძნოთ, ვინ იტყუება, ვინ როგორია, ვინ რას წარმოადგენს, ეს ყველაფერი. ძალიან კარგად შეგეძლოთ მართვა, თქვენი სისუსტეების მართვაც. კი, ბევრი სხვადასხვა სისუსტის მართვაც შეგეძლოთ აქ. კი. ესე იგი, უფრო პლუსში იყო ეს გამოვლენილი თუ მინუსში? არა, უფრო პლუსში იყავით მაინც. უფრო პლუსში იყავით, იმიტომ რომ უფრო მეტად პლუსური გამოვლენა იყო. ესე იგი, თქვენ არ გეშინოდათ თქვენი ჩრდილოვანი მხარეს. თქვენ ღებულობდით საკუთარ თავში თქვენს ჭრდილს და იყო ბალანსი თქვენში ამ სახით, ხო? ხასიათი აქ უბრალოდ ვაუ ხასიათია. აქ ძალიან unpredictable. ხო, აი ვერ ისეთი ხასიათი გქონდათ, ხო, ისეთი რაღაც მოულოდნელად შესაძლოა რაღაც მოგსვლოდათ თავში და აჰა, всё, აი ახლა მე ამას გავაკეთებ. ხო, რაღაც იმპულსურობა გიგრძნობა, იმპულსურობა და აი რო ვერი წინასწარმეტყველებ, რომ აი რანა ბიჭს გადადგამს ეს ადამიანი, აი ახლა ხო? იმიტომ რომ არის ხანდახან რომ ვიცით რომ ეს ადამიანი რაღაც აი ცოტა რაღაც აი ასეთ რაღაცებს, ასეთ გზებს იყენებს, ან უბრალოდ აი უნდა რომ მიაღწიოს ამას და გვითხრა რომ აი მინდა რომ მაგალითად გავხდე ბიზნესმენი, პირობითად ძალიან ისეთ უბრალოდ მაგალითისთვის და მეორე წუთში საერთოდ მიდის სამგზავროდ. აი რაღაცა ასეთია აქ, ხო? აი რაც არ უნდა გაგვიზიაროს ადამიანმა რომ აი ეს მინდა და ის აქ საერთოდ სხვა ხორციელდება საქმეზე, მოულოდნელი რაღაცები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ ვიცი, აქ ვერც ვიტყვი, როგორი ხასიათია ეგ, ხმაც კი ჩამწყნა. როგორი ხასიათია აქ, აბა? ძალიან ისეთი კარგად გრძნობთ თქვენს ინტუიციას აქ, ძალიან კარგად იცის რა უნდა. არა, არ არის ამაზე ინტუიცია? ხო, გაქვთ ძლიერი კავშირი თქვენს ინტუიციასთან. CGUT-ც არის, რომ ეს მინდა და ამას მივიღს, არა. ესეთი ლიდერული? არა, ამაზე არ არის. ამაზე არ არის. მინუსია აქ. ოკეი. არასტაბილურობა. ხო, აი კოშკზე არასტაბილურობა, მეგობრებო, არასტაბილურობა, არამდგრადობა, ხასიათის არამდგრადობა და არასტაბილურობა გვაქვს აქ. რა თქმა უნდა, აქ დადებითი მომენტებიც არის. უბრალოდ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ გვაქვს არასტაბილურობა, ხო? ხასიათის რაღაც არასტაბილური გამოვლენები. ეს შესაძლოა ასევე ყოფილიყო ისეთი აგრესია ადამიანების მიმართ, სოციუმში, ხო? რაღაც ყოფილიყავით აგრესიულები. ესეც. ძალიან აქ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. დადებითიც არის, ბევრი, მაგრამ ისეთიც არის, ხო? ამიტომ აქ ძალიან სიღრმეებში აღარ წავალ. იმიტომ რომ ჩემთვისაც რთულია ეგ ამბავი, ამიტომ ასე დავტოვოთ, ხო? ხო, ასე დავტოვოთ. ამიტომ გადავიდეთ ჩვენ სხვა კითხვაზე ახლა. რა მისიით იყავით თქვენ, აი თქვენს აი ამ წინა ინკარნაციაში? რა მისიით იყავით? ძალიან ძლიერი, მე ვიტყოდი, აქ იყო მისია, რომ თქვენ დახმარებოდეთ სხვებს, თქვენი ინტუიციის მეშვეობით. და ამოგვივიდა აქ კვერთხების დედოფალი, რომელიც აქ არის კურდღელი ამ დასტაში, რომ თქვენ რაღაც გემოქმედათ სხვა ადამიანების დასახმარებლათაც, საკუთარი შინაგანი თავის გამოსავლენად და როგორ თქვა, საკუთარი თავის განვითარება და გამოვლენა სოციუმში, სიძლიერე, სულიერი ფიზიკური სიძლიერე, ინტუიციაზე მოსმენა, ღიაობა, დახმარება, შექმნა, კრეატიულობა, არასტანდარტულობა, რავი, ბევრი რამე მომდის ახლა მე აქ აზრად. აქ უფრო მისია რაღაც ისეთი
ჭიდრო კავშირში ყოფილიყო საკუთარ ინტუიციასთან, ინსტინქტებთან და დახმარებოდა სხვებს? კი და ბევრი კიდევ სხვა რამ. როგორ შეასრულა ეს მისია? შეასრულა იმ ინკარნაციაში მეორე პოზიციამ თუ ვერ? კი, ესე იგი შეასრულა. შეასრულეთ. აქ ულოცავ მეორე პოზიციას. დიდი ალბათობით უმრავლესობამ შეასრულა აქ ეს მისია. კარგი, მაშინ აი ახლა ეს შესრულებული მისია როგორ ზეგავლენას ახდენს თქვენს ამ ცხოვრება. ეს რა, ეს ასე გრძნობს ყველას იმ და მეოთხე არკანი. აქ უბრალოდ ვაუ გაშლა და ვაუ პოზიცია, მეორე პოზიცია და სიმართლე გითხრათ, რამოდენიმე წუთის უკან ვფიქრობდი საერთოდ ამ ვიდეოს გამორთვას, იმიტომ რომ მეორე პოზიცია რო გავშალე ძალიან ვიგრძენი, რომ გამოვიფიტე და ვიფიქრე, რომ საერთოდ მართლა ხوار შევწყვიტო გადაღება მეთქითქო და მე სხვა დროს, როდესაც უფრო რაღაც ჭარბი ენერგია მექნება, მე ჩავწერ მეთქითქო და თურმე აქ ასეთი პოზიცია და მეკარგებოდა მე. აი არაჩვეულებრივი ამ ცხოვრებაში მეორე პოზიცია არაჩვეულებრივად გრძნობს ყველაფერს. აი როგორ თქვა, ინტუიცია, სიმბოლოები, სიზმრები, მესიჯი სამყაროდან, აი არც კი ვიცი როგორ ავღწეო. არაჩვეულებრივად გრძნობს ამ ყველაფერს მეორე პოზიცია. არაჩვეულებრივი კავშირი გაქვთ კოსმოსთან და სამყაროსთან და აი იმ ზემო ენერგიებთან, საიდანაც ჩვენი სული მოდის აქ მატერიაში. და აქ მიზეს შედეგობრიობის დანახვა, ჩაწვდომა სამყაროს ფუნქციებში, მუშაობაში, თუ როგორ მუშაობს სამყარო, ეზოთერული საკითხები იქნება, ფსიქოლოგიური საკითხები იქნება, ხო? ამ ყველაფერში ძალიან კარგად ხართ. კომფორტულად გრძნობთ ამ ყველაფერში თავს და აი ამ ცხოვრებაში ეს არის თქვენი ესეთი რაღაც უმთავრესი ღერძი, რასაც თქვენ იყრდნობით და იყენებთ. შესაძლოა აი ამ სფეროშიც კი იყოთ, ხო? ესეც შესაძლოა, იმიტომ რომ ძალიან მაგიური ადამიანი არის, მეორე პოზიცია, ადამიანები ხართ, ვინც ისმენთ, ძალიან ეზოთერულები და ძალიან სიღრმისეულია თქვენი სული. ნუ ყველა სული ბუნებრივია, მაგრამ აი მეორე პოზიციის სული ძალიან ისეთია. საინტერესო ძალიან. კარგი. აქ მართლა მაგარი ამბავია მეორე პოზიციისთვის, მიხარია. მაშინ ვიკითხოთ შემდეგი კითხვა ჩვენ აქ. რა მეორე პოზიციამ თავის ცხოვრებაში, თავის ბოლო ინკარნაციაში ბოლომდე ვერ განახორციელა, ან ვერ დაამუშავა და ახლა ამ ცხოვრებაშიც არის ეს ამოცანები. რაღაცეებზე, რაზეც ოცნებობდით, ისინი ვერ მოახერხეთ თქვენს ბოლო ინკარნაციაში. რაღაცეები, რაზეც ოცნებ, ხო? ოთხიანი დუბლირება. რაღაც შანსები, რაღაც ოცნებები გქონდათ, რაღაც მოლოდინები გქონდათ, რაც ან ვერ წარიმართა ისე როგორც გინდოდათ, ან უბრალოდ ვერ მოახერხეთ, ხო? ამიტომ აქ იყო რაღაც მომენტები, რისი განხორციელებაც სურდა თქვენს სულს და ვერ მოხერხდა. ასე რომ ეს გადმოვიდა ამ ცხოვრებაში და როგორ გამოიხატება ახლა ეს ამ ცხოვრებაში? შიში როგორც შიში რო გახდეთ მსხვერპლი, როგორც შიში რო რაღაცეები ვერ შეძლოთ, ვერ მიიღოთ. აი დასაწყისში, რაზეც ნერვიულობთ ახლა, ეს არის იდეაში ის შიში, რაც გადმოყვათ ერთ-ერთი ამ შიშის ერთ-ერთი გზა და გამოვლენა, რაც გადმოყვათ თქვენი ბოლო ინკარნაციიდან. და აი ამაზე სასურველია, რომ ეს დაგავანულოთ და დავხუროთ. როგორ შეუძლია მის გაკეთება აქ მეორე პოზიციას. მიიღეთ ეს ფაქტი, უბრალოდ რომ თქვენ ღელავთ, რომ რაღაცები შესაძლოა ესე ვერ იყოს ბოლომდე, მაგრამ არ დანებდეთ და გააგრძელეთ და ეძებეთ სხვა გზა, სხვა გამოსავალი, სხვა ხერხები, იმიტომ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ გაქვთ ყველანაირი რესურსი, უნარი ამისთვის. არაჩვეულებრივია აქ მართლა. მაშინ ასეთი კითხვა, რა აქ ეხმარება ამ ცხოვრებაში მეორე პოზიციას, რაც დაამუშავა თავის წინა ინკარნაციაში. ნუ ეს იგივე ინფორმაცია, რაც მე უკვე გავაჟღერე, რომ თქვენ გაქვთ კავშირი თქვენს ინტუიციასთან. არაჩვეულებრივი. ხო, ხო, ესე იგი აქ რა თქვი? რაც უკვე აუხსენი და რაც თქვი, რომ თქვენ ძლიერი კავშირი გაქვთ თქვენ ინტუიციასთან, აი იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ თქვენი მთავარი მისია დახურეთ თქვენს წინა ინკარნაციაში, აი ეს არის ის სარგებელი, რითიც ახლა თქვენ სარგებლობთ ამ ცხოვრებაში. გაქვთ წვდომა თქვენს ინტუიციასთან, თქვენს
მაგიურ ძალასთან, რასაც იყენებთ. ხო? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოვიყენოთ ეს სასიკეთოდ ჩვენთვის და გარემოსთვის და არ მოვახდინოთ რაღაც პირადი манипуляციები მხოლოდ საკუთარი მიზნით და დავივიწყოთ პასუხისგებლობა, ხო? ბუნებრივია გვახსოვდეს ეს, რომ ყველა ჩვენ ქმედებას აზრს მოყვება შედეგი. და მნიშვნელოვანია, რომ ამის პასუხისგებლობა ვიქონიოთ და არ მოვიხსნათ და რაღაცები არ ვიმაიმოვნოთ, რა თქმა უნდა. ესეთ პატარა შეხსენება. ხო, ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი აქ გასაგებია სიმართლე რომ ვთქვა, აი პირველ პოზიციასთან უფრო რთულად იყო ჩემთვის რაღაცეების გაგება და ხო, ამიტომ აქ აღარ ჩავღრმავდები და დამრგვალდები ახლა მე აქ და ვიკითხავ, რადგანაც ყველაფერი აქ თან ნათლად და კონკრეტულად გვაჩვენეს, გადმომივარდა თქვენი სულიერი მენტორებისგან მესიჯი თქვენთვის, რაც გადმოვარდა. Be willing to forgive. Ask the angels to clear your mind and body of past pain in exchange for peacefulness. შეძელი რომ აპატიო არის ამ კარტის დასახელება აქ და გვეუბნებიან რომ შეგიძლია მიმართო ანგელოზებს რომ იმათმა გაასუფთავონ შენი სხეული და გონება წარსული ტკივილისგან სიმშვიდის სანაცვლოდ. შეძელი გაშვება კენის, ხო, რაც არის ჩვენს გულში და ინახება ჩვენს გონებაში. ერთი სიტყვით, გასუფთავდით იმ წარსული ტკივილებიდან, რაც ჯერ კიდევ თქვენში არის. ხო, და არა მარტო წარსული, შესაძლოა ეს იყოს ასევე ამ ცხოვრებაშიც. ხო, ასე რომ, ასეთი რჩევა აქ თქვენი სულიერი მენტორებისგან მეორე პოზიციას. ამაზე დავასრულოთ და დაიხუროთ ჩვენი გაშლა და დაგეხმაროთ ეს გაშლა მაქსიმალურად ყველას და აუცილებლად გამიზერეთ თქვენი უკავშირი, ვისაც მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხები, ვისაც აინტერესებს და ჯერ არ გამოუწერია. მსურველებს ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის სესიებზე გელუდებით, Instagram-ი, Telegram არხი და ყველაფერი, რაც არის დონაცია, არხი, სპონსორობა და bla bla bla, ყველაფერი არის ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას და დროებით შემდეგ გაშლამდე.